მოგესალმებით ისატყვარების წარდგენის სერიის მეორე ეპიზოდში. მე ხუბერტი მქვია და სწორედ აქ წარმოგიდგენთ ჩვენს ყველა სატყვარას. ძირითადი აღჭურვის მეთოდებს და იმას, თუ როგორ იქცევიან ისინი წყალში. რიჩკარდ. ამ ეპიზოდის გმირი იქნება სერიის კიდევ ერთი სატყვარას სახელად. შეიქმნა იმისთვის, რომ დაიჭიროთ ოკუნი, სანდაცი ან ქარიხლაპია. მან ასევე კარგად იმუშავა ჩემთვის კალმახზე, მაგრამ ბოლო დროს საფხულის პერიოდში ეს სატყვარა ძალიან კარგად იზიდავს ქაშაპებსაც. აქ გვაქვს ფერში, ხოლო აქ არის. ხედავთ, რომ ეს სატყვარა პირველ რიგში იმით განსხვავდება, რომ მუცლის არეში სპეციალური გასქელება აქვს. ეს მნიშვნელოვანი ცვლილებაა, რადგან ამის წყალობით სატყვარა სრულიად სხვანაირად მუშაობს, ვიდრე ის შემთხვევაში. სწორედ იმის გამო, რომ მუცლის არეში გასქელება აქვს, ანკესზე სრულიად სხვანაირად იქცევა. რას ვგულისხმობ? როცა ამ სატყვარას გაატარებ, მაშინ იგრძნობ, როგორ მუშაობს ეს რეზინა წყალში. აქ სატყვარას მოქმედება აშკარად უფრო ძლიერია და ამას იგრძნობთ კიდეც თქვენს ანკესებზე, როცა სატყვარას ერთგვაროვანი ტემპით გაატარებთ და დაახურეთ, ანუ იმ მეთოდით, რომელიც ზოგჯერ ყველაზე ეფექტურია წყალში თევზაობისას. გარდა ამისა, ეს რბილი სატყვარა დაცემისას სრულიად სხვანაირად მოიქცევა, რასაც მალე თავადაც ნახავთ. ამჟამად წარმოდგენილია 9 ფერში და 2 ზომაში, 2 და 3 დუიმი. გარდა ამისა, სწორედ იმის გამო, რომ მასალა მცურავია, შეგვიძლია გამოვიყენოთ აღჭურვილობის ფართო სპექტრი, რათა მოვერგოთ ყველაზე პრეტენზიულ მტაცებლებსაც კი. და რაც მთავარია, სერიის ყველა სატყვარა გაჟღენთილია თევზის არომატით, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ჩვენს ეფექტურობას წყლის პირას. მალე გაჩვენებთ ძირითადი აღჭურვილობის მეთოდებს და იმასაც, თუ როგორ იქცევა ეს სატყვარა წყალში. აქ უკვე გვაქვს აღჭურვილი სამნიჩიანი, ფერი, ცხელი ყვითელი. ყველაზე საბაზისო მეთოდი რეზინის სატყვარებით თევზაობისას ჯიგის თავი როგორც ამბობენ, ჩაძირვა, ამოწევა და ასე მთელი ცხოვრება. მაგრამ აუცილებელი არ არის ასე იყოს, რადგან ამ სატყვარაში მაგარია ის, რომ შეგვიძლია ის ერთგვაროვნადაც წარმოვადგინოთ, თანაც მივიღოთ დამაკმაყოფილებელი, მაგრამ უპირველესად ეფექტური თამაში. ნახეთ, როგორ იქცევა ის წყალში. როდესაც ის წყალში შედის, მისი მოძრაობები ძალიან საინტერესოა. თავდაპირველად ის ფრთხილად აკვირდება გარემოს, შემდეგ ნელ-ნელა იწყებს ცურვას. მისი სხეული წყლის ზედაპირზე მსუბუქად ირთევა, რაც მის უნიკალურობას იწვამს ხაზს. ზოგჯერ ის წყალში ჩაყვინთავს, შემდეგ კი ისევ ამოდის ზედაპირზე და განაგრძობს ცურვას. მისი ქცევა წყალში გითხრენებს, რამდენად კარგად არის ადაპტირებული ამ გარემოში. თუ დააკვირდებით, შეამჩნევთ, რომ ის იყენებს თავის ქარხებს მოძრაობისთვის და ცდილობს ბალანსის შენარჩუნებას. ეს ყველაფერი ძალიან საინტერესოა და გვაძლევს შესაძლებლობას უკეთ გავიგოთ მისი ბუნება და ქცევა წყალში. მეორე აღჭურვის მეთოდია ნედრიგი, ანუ ბრტყელი თხვის თავი, რომელსაც ვდგამთ ფსკერზე იმისთვის, რომ ზარმაცი მტაცებლები, განსაკუთრებით შემოდგომა ზამთრის პერიოდში ან გაზაფხულის დასაწყისში შეძლო მშვიდად შეუტიონ ასეთ სატყვარას. აქ გვაქვს აღჭურვილი სამნიჩიანი, ფერი 003. მალე ვნახავთ, როგორ გამოიყურება ეს სატყვარა ფსკერზე დადებული.
მესამე მეთოდი, რომელიც დღეს მინდა გაჩვენოთ, არის კლასიკური ჩებურაშკა, ანუ მეთოდი, რომელიც ალბათ უმეტესობას თქვენგანს უკვე ცნობილია. მალე ვნახავთ, როგორ მუშაობს ყველაზე პატარა ემბრიონიშადი, ანუ 2 ინჩი, ფერში 0,2. და უნდა ვაღიარო, რომ ეს არის საოცრად ეფექტური აღჭურვის მეთოდი, რადგან თავად დავწმუნდი ამაში ჩემს პირად თევზაობაზე. გაითვალისწინეთ ისიც, რომ იმის გამო, რომ აქ გვაქვს მცურავი მასალა, შეგვიძლია გამოვიყენოთ აღჭურვის სხვადასხვა მეთოდები, მაგალითად, დროპ-შოტი ან გვერდითი ტროპი. მაგრამ ამ ყველაფერზე, თუ მეტი ინფორმაცია გჭირდებათ, ან თუნდაც როგორ აღჭურვოთ, შეგიძლიათ წაიკითხოთ ჩვენს კატალოგში ვებგვერდზე. იქ ნახავთ, როგორ უნდა აღჭურვოთ და როგორ გამოიყურება ეს სათუარები აღჭურვილ მდგომარეობაში. ახლა კი ვნახოთ, როგორ მოძრაობს ყველაზე პატარა ემბრიონი სწორედ ჩებურაშკას თავზე. არაფერს დავმალავ. პირველ რიგში ასოცირდება ქილებთან, რომლებშიც ჩვენი ჭიახელას მაგვარი სათუარები დევს, რომლებიც აურძაუს ქმის კალმახის წყლებზე, მაგრამ ასევე იჭერს დიდ ქლენს, ღიას ან ბრჯანს. ხოლო სერიიდან ჩვენ თქვენთვის გვაქვს სწორედ ასეთი მოსახერხებელი ბლისტერები, რომლებშიც ნახავთ ჩვენი სერიის სხვადასხვა სათუარას. აქ მაქვს 3 ინჩიან ზომაში და ასეთ შეფუთვაში ნახავთ ჩვენს სათუარას. ხოლო 2 ინჩიან ზომაში ნახავთ ასეთ რეზინის სათუარას. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ მაღაზიებს ჩვენი სათუარების ინდივიდუალურად გაყიდვაც შეუძლიათ. ამის წყალობით შეგიძლიათ მარტივად შეადგინოთ თქვენთვის სასურველი ნაკრები ისე, რომ ყოველთვის წყლის პირას გქონდეთ ის, რაც საჭიროდ მიგაჩნიათ, რათა დაიჭიროთ დიდი კაკლები, ქარიხლაპიები ან ქარიხლაპიები. თუ გჭირდება მეტი ინფორმაცია ჩვენი სათუარებისა და მათი აღჭურვის მეთოდების შესახებ, ეწვია ვებგვერდს. იქ ნახავთ ჩვენს მიმდინარე კატალოგს, სადაც აღწერილია ჩვენი ყველა სათუარა. ისინიც, რომლებიც უკვე არსებობს და ისინიც, რომლებიც მალე ხელმისაწვდომი იქნება. დამატებით, ეწვია ჩვენს და გვერდებს. ჩვენ პრაქტიკულად ყველა სოციალურ ქსელში გვიპოვით, რათა მიიღოთ ყველა ინფორმაცია ჩვენი სათუარებისა და სიახლეების შესახებ, რომლებსაც თქვენთვის ვამზადებთ. მოგვიანებით შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.